There's a light, a certain kind of light that never shone on me. I want my life to be live with you, live with you. There's a way. Everybody say, do each and every little thing. But what does it bring if I ain't got you? If I ain't got you, oh baby, you don't know what it's like. Baby, you don't know what it's like to love somebody, to love somebody the way I love you. In my brain, I see your face again. Oh, hi there. And I know my frame of mind. You ain't got to be so blind. And I'm blind. Yeah, I'm so blind. But I'm a man. Can't you see what I am? I live and breathe for you. But what does it do if I ain't got you? If I ain't got you, oh baby, you don't know what it's like. Oh baby, you don't know what it's like to love somebody, to love somebody the way I love you. Oh, you don't know what it's like. Yeah, you don't know what it's like. Baby, you don't know what it's like. Baby, you don't know what it's like to love somebody, to love somebody the way I love you. To love somebody, to love somebody the way I love you. მოდის კანზე დავუშვეთ და დიდი სიამოვნებით. მიშო. ბრავო. გიორგი, შენ გაზეთები? რა წერია მაგ? მოატრიალე, აქედან ახატია მიშო. არა, სხვა რაღაცას აქედან არის. სინამდვილეში რასაც ვკითხულობ არ გაჩვენებთ. კარგი გიორგი, მოდი მოვისმე შენს აზრს. ესე იგი, სხვა კონკურსანტები ამ კონკურსში თუ პროგრესირებენ, ну აი ასე დაახლოებით ან ასე, მიშა პროგრესირებს აი ასე. ვაუ. იმიტომ რომ მას აქვს ყველანაირი პოტენციალი და რესურსი, მათ შორის ვოკალური. მე არ გეთანხმები თამაში, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი მონაცემები აქვს მიშოს, შეიძლება ზოგიერთ გამოცდილ მუსიკოსთან შედარებით აკლდეს გამოცდილება, მაგრამ სამაგიეროდ მაყურებელს მიშოს სახით აქვს ძალიან დიდი შანსი, რომ შექმნას სრულიად ახალი ვარსკვლავი, თუ მის გვერდით დადგება. აქამდე მაყურებელი მის გვერდით იდგა და მე ვფიქრობ, მიშო მართლა თავის თავს არ ზოგავს, ძალიან ბევრ შრომობს იმისათვის, რომ მაქსიმუმი დადოს სცენაზე და მაყურებელი მის გვერდით უნდა დადგეს, იმიტომ რომ აღიქვას ის როგორც თავისი მეგობარი, როგორც ძმა, როგორც შვილი, არ ვიცი, როგორც უნდა მიშო არის თქვენი მაყურებლებო. დაუდექით მას გვერდით, იმიტომ რომ ამ ეტაპზე უკვე მას ძალიან ბევრი მტერი ყავს გვერდით, რომელიც დიდი სიამოვნებით იხილავდა მას აუთსაიდერებში და გააგდებდა პროექტიდან. ეს არ უნდა მოხდეს. მიშოს გვერდით უნდა იდგეს მაყურებელი და შექმნას ახალი ვარსკვლავი მისი სახით. აღიქვას როგორც მომღერალი, თან კარგი მომღერალი, სოფო გისმენთ? მიშო რო არის ძალიან სიმპათიური და აქვს დასამახსოვრებელი იმიჯი, ეს ჩვენ უკვე ვიცით და მან ამით ძალიან დიდი სიმპათია დაიმსახურა და მიშოს აქვს ასევე ძალიან სასიამოვნო და გამორჩეული ხმის ტემბრი, მაგრამ მხოლოდ ხმის ტემბრი და კარგი იმიჯი
ამ ბრძოლაში უკვე საკმარისი არ არის. მიშო, შენ უნდა წინ წამოწიო შენი ვოკალური მხარე, რაშიც უნდა დაგეხმარო შენი მენტორი გიორგი. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან რთული ბრძოლაა წინ და ყველა დეტალს უკვე ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მე ამას გეუბნები, რა თქმა უნდა, როგორც რჩევის სახით და იმედი მაქვს გაითვალისწინებ და შემდეგში გიხილავ უკვე ვოკალური მხრიდან და არა როგორც ლამაზი პერფორმანსი. მადლობა სოფო. თამთა გისმენ? სტეფანე, ცოტა არა, ძალიან სიმპათიურია მიშო, მე გეუბნები გოგოების თვალიდან ალბათ როგორი დასანახია. ზოგადად ვთქვი, ანუ რომ გოგოებისთვის მნიშვნელობა უკვე როცა ცოტა სიმპათიურია და მე სულ აღვიქვა. ხო და ეს ბიჭი ძალიან სიმპათიურია, მაგრამ სოფოსი არ იყოს. მაინც სიმღერის კონკურსია, ის X-Factor ვიძახით რომ რაღაცა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, იმას რასაც შენ აკეთებ და აქ გვაჩვენებ და აუცილებელიც არის. მაგრამ რაღაც ადვილი სიმღერა ქონდა, ხო. და უფრო კარგად მინდოდა რომ გემღერა. რამდენად შეუძლია მიშოს უფრო ისეთი სიმღერების სიმღერა? მე ამაში დარწმუნებული ნამდვილად ვარ, მაგრამ რასაც აკეთებ სცენაზე ძალიან მომწონს და მე პირადად დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი ვოკალს, მაგრამ მინდა არ მინდა ვაქცევ მაინც. აი, სტეფანე? აი. რაც შემეხება მე, ესე იგი გიორგის არ დავეთანხმები იმაში, რომ პროგრესი იყო, ეს არ არის სიმართლე, შენ არ გქონდა პროგრესი სხვა გამოსვლებთან შედარებით. პირადად მე ვოკალს არასოდეს არ მოგთხოვ, იმიტომ რომ მეც მიმაჩნია და აღნიშნია, რომ როგორც პროდუქტი, ანუ კარგი გაგებით ამ სიტყვის, მე მიმაჩნია, რომ შენ ყველა მონაცემი გაქვს ამისი და ვთვლი, რომ ძალიან სიმპათიურიც ხარ და არაჩვეულებრივი ტემბრი გაქვს. მიუხედავად იმისა, რომ რეპერტუარი იყო კარგი და ვითომ ყველაფერი იყო კარგად, ჩემთვის ცოტათი იყო მოსაწყენი და ეს იყო მხოლოდ იმ ენერგეტიკის ხარჯზე, რომელიც მე აღვნიშნე. უფრო თუ მოიქოქები, ბევრად საინტერესო იქნები. მე ვოკალს არ გთხოვ, შენ ძალიან მაგარი ბიჭი ხარ და მინდა რომ ყველამ დაგირეკოს. ჩვენ გვჭირდები. მადლობა ჟიურის, მე კი მაყურებელს მოუწოდებს რომ თქვენ თუ მოგწონთ მიშო და გინდათ რომ კიდე ნახოთ, ანუ შემდეგ კონცერტებზეც იყოს, ამისთვის თქვენ მაგირად არავინ არ გადაწყვეტს, თქვენ უნდა აიღოთ ტელეფონები და დარეკოთ 093003302 შენ. ხვდებით როგორი ხელჩართული ბრძოლა და რა უნდა გააკეთოთ, უნდა უგულშემატკივროთ და დაურეკოთ მიშოს და აპლოდისმენტებით გავაცილოთ ის სცენიდან.